მეგრული წითელი ძროხა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და უძველესი ადგილობრივი ჯიშია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა პოლხეთის დაბლობებიდან კავკასიის ალპურ მდელოებამდე. ეს არის ჯიში, რომელიც დაიბადა მთასა და ბუნებასთან ბრძოლაში და სწორედ ამ გარემომ შექმნა მისი გამძლეობა და ძალა. მისი ფესვები ძველ კოლხეთს უკავშირდება. ჯერ კიდევ არისტოტელე წერდა პატარა ტანის, მაგრამ უხვირძის მომცემი კოლხური ძროხების შესახებ. თუმცა თანამედროვე მეგრული წითელი ჯიში ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში, მეგრელი მეჯოგეების მიერ, ბუნებრივი გადარჩევით და ხალხური სელექციით. ეს არ იყო ლაბორატორიული ჯიში, ეს იყო მთის მიერ გამოცდილი პირუტყვი. ცხოველები მთელი წელი ინახებოდნენ ღია საძოვრებზე, თოვლში, წვიმასა და სიცხეში, გადიოდნენ ასობით კილომეტრს ალპურ ბილიკებზე და მხოლოდ ყველაზე გამძლემი რჩებოდნენ ნახირში. სწორედ ასე შექმნეს კვარაცხელიების მსგავსმა მეჯოგეებმა ძლიერი, ჯანმრთელი და პროდუქტიული პირუტყვი, რომელიც თანაბრად იძლევა რძეს, ხორცს და მძიმე სამუშაოსაც ასრულებს. დღეს მეგრული წითელი გამოირჩევა ძლიერი ჩლიქებით, დაავადებებისადმი მდგრადობით და მაღალი ცხიმიანობის რძით, რომელიც საუკეთესო სულგუნისა და ყველის საფუძველია. ეს ჯიში არის ცოცხალი მემკვიდრეობა, რომელიც საქართველოს მთებისა და ბუნების სიძლიერეს ატარებს საკუთარ გენებში.